ბათუმი აღმაშენებლის 18-ა კაფე ბარი მარეთი. ძირითადად მამაკაცები არიან, თუმცა აი 1-2 ტურისტიც გამოერია, ალბათ ლუდი ბევრს უყვარს და რატომაც არა. კაფე ბარი მარეთის სწორედ ამისთვის არსებობს. ეს არის საუფრო სასადილო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი სადილობს, პრინციპში დარბაზი ძალიან ხშირად ივსება. შევიხედოთ, ნახოთ, აი რა ხდება აქ. ყოველ შემთხვევაში აი აქ კარგად უყურებთ კონდენსატს, აი ამასაც კარგად უყურებთ. კედლებზე აი სულ კონდენსატები არის, აქ იყო გასასუფთავებელი და იმედია, რომ უფრო კარგად გაასუფთავებენ. აი აქაც ჩამონაღვენთები, აი აქაც ჩანს, ყველგან აბსოლუტურად კონდენსატი რის ფაქტორს ამ ობიექტზე წარმოადგენს. აი კედლებზეც ეტყობა, ნახეთ, აი კედლებზეც ყველაფერი არის, აი კონდენსატისგან დაბინძურებული, აი იქაც ნახეთ, აი იქაც შეხედეთ, აი აქეთ კი მოიასუფთავეს, გამოუსვეს ტილო და მიასუფთავეს, მაგრამ აი ხა მე მინდა გაჩვენოთ აი თვითონ გამწობის მილი რა მდგომარეობაშია და როგორ წვეთავს და როგორ ჩამოდის წუწუწუწულით კონდენსატი. დასასუფთავებელია ყველაფერი, რო შემოვედი ისიც არ მომეწონა, რომ აბსოლუტურად ყველგან შიგნით ეწეოდა სიგარეტს და მე სანამდე ჩვენ შემოვედით ეს სიგარეტები უცებ-უცებ ალაგეს და დამალეს, ჯერ ჩემ თვალს რამე მოეტყუებიოს და ყნოსვას ეს არ ყოფილა. აი ჩვენი მეგობარი. მაცი ვარ ეცადეს და გამოესუფთავეს და ეს უკვე מחარებს, იმიტომ რომ ვინაიდან სახალხო კონტროლი ასეთი იციან, რომ ჩვენ აი არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში და მაქსიმალურად მოვითხოვთ სისუფთავეს და უკვე რო გიყურებენ, აი შიშის ფაქტორი აქვს და ყველაფერს ასუფთავებენ. ფულერიც გასასუფთავებელია. თაროებიც გასასუფთავებელია. აქ აყინული ვადიანი ხორცია. ეს არ ვიცი რა არის. ეს დაბასტურმებული ხორცი თევზი არის. ვადები არაფერს არ ეწერია, გარდა ხარხნულად დაფასოებული პროდუქტისა. როგორ ჩამოდეს, ნახეთ კონდენსატი, აი როგორ ზევიდან ნაწყვეთი ზეთია, ეს ძირითადად ნახეთ, აი იმ გამწოვიდან როგორ ჩამოდის და აი აქ შეხედეთ. აი ეს არის რაღაც დენის სადენები. აი აქ არის საშიშროება ხანძრის, აშკარად. ნახეთ რა მდგომარეობაში არის კარადა. ტაფებიც რა მდგომარეობაშია. ამას შეხედეთ. ძირთად ლუდზე მოდიან, ხო აქ მამაკაცები? კი ბატონო. რატო ქალებს არ უყვართ ლუდი? კი, მაგრამ რა ვიცი. არა, ერთი ტურისტი ქალი კი შევამჩნიე, მაგრამ ისე სულ მამაკაცები არიან, რომლებიც ლუდზე მოდიან. ეს არის დარბაზი, რომელიც სპეციალურად არის იმისთვის, როცა წვიმს ბათუმში და ბათუმში ხშირად წვიმს. მაშინ ყველა შემოდის აქ. აი ეს არის. ძირითადად როგორც გითხარით ლუდზე და სხვა ალკოჰოლურ სასველებზე შემოდიან, რა თქმა უნდა, ასევე დასაგემოვნებლად, რა გაქვთ საინტერესო კერძი, ქალბატონო, ოსტრი მე ვიცი კიდევ? ოსტრი, ლობიო. ფრთები შემწვარი, ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, ძალიან უბრალო ესეთი მოკრძალებული ინტერიერია, იმიტომ რომ, კაფე ბარი რა, უფრო რაღაც ესეთი დუქანია, ალბათ. სასადილოს ფუნქციაც აქვს, უცებ წაიხემსო, აქვე არის ხოფას ბაზრობა და შესაბამისად, აი ნახეთ, სურათებით კი არის გალამაზებული ეს კედელი. შესაბამისად, ხშირად სადილზე შემოდიან აქ მომუშავე ადამიანები და ნებისმიერი სხვა ვინც ახლო-მახლოს არის აღმაშენებლის ქუჩაზე. დიდად არაფერი არ არის ისეთი, რაც შემიძლია რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ ინტერიერი არის ძალიან მწირი. აი ეს არის, რომ აი ესეთი მაგიდებია, სამარილი არის როგორც დახურული, ასევე ღია არ არის სასურველი, არის ხელსახოცები, აი მეტი რა გითხრათ. და არის რა თქმა უნდა ტარა. ლუდისთვის განკუთვნილი ტარა. თუმცა აგერ აღმოვაჩინეთ აი ესეთი მრავალწლიანი, მე როგორც მივხვდი უკვე წლები ამ მენიუს ხმარობენ და გადასწორებული მაგალითად ბორანო რა ღირდა 14 ღირდა და ეხლა 15 ლარი ღირს. ოსტრიც გაძვირებულა და 7 გახდა. სოსისიც 7-ია. ზვირდება გენაცვალე სურსათი საქართველოში, მაგრამ სამაგიეროდ ლობიო კვლავ 5 ლარია. ასე რომ თუ აღმოჩნდებით აღმაშენებლის 18-აში, იცოდეთ რომ არსებობს აი ესეთი კაფე ბარი. ნახეთ რა მდგომარეობა, ეს არის სამზარეო. ეს არის სამზარეო.
მობით, არაკნები, ყველაფერი არის აბსოლუტურად. ეს არის ნიჟარა, სადაც ჭურჭელი ირეცხება და ნიჟარის ქვევით მდგომარეობა, ნახეთ რა მდგომარეობა. ეს ნახეთ. სუნი არის აუტყანელი საშინელება და მინდა რომ დავიხარო და ვნახო ეს სათაგური არის. და აი გამოჭმული, გაუბედურებული კედლები. ეს არის ტილოები, რომლებსაც რეალურად აი ესეთი ტილოებს, რომელსაც ხმარობდნენ, აი ესეთი. აი ესეთი. ძალიან ცუდი. რომ ასეთი ობიექტები სამწუხაროდ კიდე არსებობს.